ვარ ერეკლე ქედილიძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ფეხბურთი და ცურვა. აქედან ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციას. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებებია ძლიერი დარტყმა და დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს სუსტი პასი. მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამოქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 350-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. პასი მომცა მეკარემ, მე გავუკეთე ჩემ მეგობარს პასი, ჩავირბინე საჯარიმოში, მომცა და ჩახვეული გავიტანე. ეგ თამაში დამთავრდა 10-10. მერე დრო აღარ გვეყო, გვიანი იყო და სახში დაგვიზახეს. ჩემს საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და ჩემს საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მე ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა, ადრე დავდიოდი ქართულ ცეკვებზე და ახლა დავდივარ ჰიპ-ჰოპზე. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი 6 წელი და დროის უქონობის გამო გამოვედი. უფრო სწორად მეორე სმენაში გადავედი სკოლაში და ცეკვის დრო ემთხვეოდა. ჩემს საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. მქონდა 12 კონცერტი და ყველაზე მეტად მომეწონა ბოლო. ვიყავთ ანტალიაში, კარგად ვიცეკვე და კარგი დროც გავატარე. ჰიპ-ჰოპის ცეკვა იმიტომ მომწონს, რომ თავისუფალია და გაწევრებიც მეხერხება. ჩემი ჰიპ-ჰოპის ჯგუფს ჰქვია Empire Dance Studio. ძალიან კარგი მასწავლებელია, ნანა ქვია და შეიძლება ითქვას, რომ თავიდან შემაყვარა ცეკვა. ცეკვასთან დაკავშირებით ჩემი გეგმაა, რომ კიდევ ვიცეკვოს 3-4 წელი. ჩემს ქორწილში ვიქნები ჯოხი და აუცილებლად ვიცეკვე. შეყვარებულია მეტალზე, იმიტომ რომ ასრულებ ჩემ თავს უფრო მეტი დრო დავუთმ. გავს რომ მოიყვანი ვიქნები 22 წლის. შვილებს და ვარქმევ ოთარის და ეთერი. ძალიან კარგი ბებია და ბაბუა მყავს და მათ საპატივცემულოდ დავარქვევ ამ სახელებს. ჩემს თვალს დავარქმევ ელისაბედს. ჩემი სკოლა იმიტომ იყოს კარგი მასწავლებელი და კარგი მეგობრები იყოს. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი შირაძე. ყველაზე ცელქია ალექსი ბოლქვაძე. ყველაზე მშვიდია დიანა ირემაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. იმიტომ მიყვარს რომ არ ყვირის ბავშვებს მეგობრულად ექცევა და გვარიგებს როგორც უნდა დაგვარიგოს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ IT სპეციალისტი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი მეცნიერი. ახლა მინდა რომ ვიყო 14 წლის, რადგან ჩემ დედაშვილთან ერთად ბევრი დრო გავატარო. ოხთაშორის ძალიან კარგი ბიჭია და სანდრო სირაბიძე ქვია. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი და მამა და დედა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა და 2 და. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, მხიარული, ნერვებს მოშლელი და მეგობრული. ნერვებს მიშლის მაშინ როცა მოწყენილია. როგორ და თმაზე მქაჩავს ან სკამს მიწევს. ჩემი აზრით ელენე რო გაიზრდება, გამოვა სტილისტი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, საყვარელი, მეგობრული და ცოტა ბრაზიანიც. ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. დედიკო არის ლამაზი, ერთგული, მეგობრული და ყოველთვის გვერდში რო დაგიდგება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პეპერონ პიცას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ტრიპაბიჭის დღიური. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სკოლაზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება, უფრო საშიში ფილმების. ჩემი საყვარელი ფილმია კივილი. სითქმის არაფრის მეშინია თუ არ ჩავთვლით ხოჭოებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სამყაროს გავხდიდი უფრო სამართლიანს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. მაინდამაინც გერმანიაში, იმიტომ რომ ძალიან მოწესრიგებული და სუფთა ქვეყანაა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეყიდვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემ მეგობარ ერეკლე ბედინაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. ჩემი აზრით 19 წლის რომ გავხდები, ვიყიდე შავი ფერის BMW-ს. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, დედიკოსთან ერთად დროის გატარება და ოჯახთან ერთად სადღაც წასვლა მოგზაურობაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.